ანძო კომპეტენციები. 2018 წელს ევროსაბჭომ გამოსცა რეკომენდაციების კრებული, რომელსაც ეწოდა სახელად საკვანძო კომპეტენციები. 2018 წლისთვის ეს ერთგვარი სიახლე იყო ზოგადად განათლების სისტემისთვის და არა მარტო და პირველი შეკითხვა, რომელიც დაისვა იმ დროისათვის საზოგადოებისგან, იყო ის, რომ რა არის ეს კომპეტენცია, საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო, ანუ რას ითვალისწინებს ეს და საერთოდ რატომ გახდა საჭირო საკვანძო კომპეტენციებზე ყურადღების გამახვილება. თქვენ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ ლინკი, სადაც ეს ლინკი გადაგიყვანთ პირდაპირ ევროსაბჭოს მიერ 2018 წელს გამოცემულ დოკუმენტზე და შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, რომ ეს დოკუმენტი თავადაც წაიკითხოთ. მე ამ პრეზენტაციაში შევეცდები, რომ გავაკეთო მოკლე აღწერა საკვანძო კომპეტენციებისა, რა არის საკვანძო კომპეტენციები, რას ითვალისწინებს ეს, რატომ არის საერთოდ საჭირო, რატომ გახდა ესეთი აქტუალური, რომ ამდენი წლები გავიდა და დღემდე ძალიან თავის აქტუალობას არ კარგავს და ასევე წარმოგიდგენთ თითოეული კომპეტენციის მოკლე დახასიათებას. მოდით გავცეთ პირველ შეკითხვას პასუხი, რა არის საერთოდ საკვანძო კომპეტენციები და შემდეგ ასევე რაში გვჭირდება, მოკლედ ჩვენ განათლების სისტემის და განსაკუთრებით პროფესიულ განათლებას გაუსვამდი ხას ამ შემთხვევაში ამ კომპეტენციების ცოდნა. საკვანძო კომპეტენციები არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ადამიანს სჭირდება რაღაც კონკრეტული მიზნით და ეს მიზანი შეიძლება იყოს ადამიანის პირადი განვითარება, დასაქმებისა და პროფესიული ზრდისთვის გვესაჭიროება ეს, საზოგადოებაში აქტიური და პასუხისმგებლიანი ცხოვრებისთვის და მთელი ცხოვრების განმავლობაში უწყვეტი სწავლებისთვის, ანუ ეგრეთ წოდებული LLL-ისთვის, lifelong learning-ი იგულისხმება აქ. ეს საკვანძო კომპეტენციები არ არის მხოლოდ რომელიმე პროფესიისთვის დამახასიათებელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ეს არის უნივერსალური უნარები და მას ცხოვრების საბაზისო უნარებსაც უწოდებენ ხოლმე და მოკლედ ამ კომპეტენციების ფლობა აუცილებელია თანამედროვე სამყაროში იმისათვის, რომ ადამიანი უბრალოდ იყოს თანამედროვე საზოგადოების წევრი და იყოს კონკურენტუნარიანი. ეხლა რატომ არის აუცილებელი და ასე მნიშვნელოვანი საკვანძო კომპეტენციები? მოდით ეხლა აი ამაზე გავაკეთოთ ფოკუსირება და განსაკუთრებულად მოკლედ ჩვენს დროში, ანუ 21 საუკუნეში. ჩვენ მეგობრებო გვიწევს გარემოში ყოფნა, სადაც ტემპი არის ძალიან აჩქარებული. ძალიან სწრაფად იცვლება პროფესიები, ძალიან სწრაფად იცვლება ტექნოლოგიები. სულ რაღაც 5 წლის წინ მქონდა აბსოლუტურად სხვა სურათი და დღეს გვაქვს სხვა სურათი და მომავალ 5 წელიწადში რა სურათი გვექნება, ამისი პროგნოზირება მაინდამაინც ადვილი არ არის. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს? როდესაც ტემპი ძალიან აჩქარებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოდნა, რომელიც მივიღეთ, ძალიან მალე კარგავს აქტუალობას. და ერთხელ მიღებული განათლება არანაირად არ არის ხოლმე საკმარის. ესე იგი, ცოდნა სწრაფად ძველდება და ტექნოლოგიური განვითარება განსაზღვრავს საერთოდ ადამიანის მუშაობის და კომუნიკაციის ფორმებს. კომუნიკაციის ის ფორმები, რასაც ჩვენ დღეს ვიყენებთ, მაგალითად 10 წლის წინ ადამიანები საერთოდ არ იყენებდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რა იქნება 10 წლის შემდეგ, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით. და არ შეგვიძლია ზუსტად რაღაც პროგნოზები შეიძლება გქონდეს, მაგრამ ზუსტად ამისი განსაზღვრა არის შეუძლებელი. და სწორედ აი ამ ცვალებად სამყაროში აღმოჩნდა, რომ აუცილებელია რაღაც გარკვეული კომპეტენციების, ანუ უნარების ქონა იმისათვის, რომ ადამიანი დარჩეს აქტუალური. და არ დაკარგოს შრომის უნარიანობა, ფიზიკურ შრომის უნარიანობაზე არ არის საუბარი, აქ უფრო მენტალურ შრომის უნარიანობაზეა საუბარი და შეძლოს ამ აჩქარებული ტემპის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავება. ადამიანს ხშირად უწევს გადამზადება და ახალი როლების შესრულება. დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად თანამედროვე სამყაროში ნამდვილად ასეა.
ეხლა აი ამ სიტუაციაში საკვანძო კომპეტენციები რას გვაძლევს თითოეულ ჩვენთაგანს, ჯერ პირველ რიგში მოდი ამაზე დავფიქრდეთ და რა თქმა უნდა შემდეგ ჩვენი მთავარი სამიზნე რაც არის და ვინც არის, ანუ განათლების სისტემა, პროფესიული განათლების სისტემა, პროფესიული სტუდენტი, მოკლედ აი ამაზეც ვიფიქროთ. ესე იგი, თუ კი ეს საკვანძო კომპეტენციები ადამიანს აქვს, მას აქვს უნარი რომ სწრაფად მოერგოს ცვლილებებს, ისწავლოს ახალი საქმეები, ახალი უნარები, ან რამე მსგავსი დამოუკიდებლად, იფიქროს კრიტიკულად და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები და ითანამშრომლოს ადამიანებთან. ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ზოგადად ადამიანი არის სოციალური არსება და მას ესაჭიროება ადამიანები, სხვაგვარად მარტო ადამიანი საზოგადოებაში ვერ იარსებებს და მოკლედ აი ამ ცვალებად გარემოში ადამიანის თანამშრომლობა სხვა ადამიანებთან და ამ თანამშრომლობის უნარს განსაკუთრებული როლი ენიჭება. რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს ახლა საკვანძო კომპეტენციებს? ანუ რა კონკრეტულად რაში მეხმარება მოკლედ ამ კომპეტენციების ფლობა? სამსახურის პოვნა და შენარჩუნება. პროფესიის შეცვლა და განვითარება, პრობლემების გადაჭრა რეალურ სამუშაო გარემოში და არა მარტო, აქ მე დავამატებდი ჩემი მხრიდან, რომ არა მარტო რეალურ სამუშაო გარემოში და არა მარტო პროფესიაში, არამედ პირად ურთიერთობებშიც არანაკლებ გვეხმარება, თანაბრად გვეხმარება, ისევე როგორც სამსახურში, ასევე პირად ურთიერთობებში, საკვანძო კომპეტენციების ფლობა. ტექნოლოგიების უსაფრთხო და ეფექტიან გამოყენებაში, გუნდურ მუშაობასა და კომუნიკაციაში, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებრივ ჩართულობაში, ეს არის ის სარგებელი, რაც შეიძლება კონდეს ადამიანს ამ კომპეტენციების ფლობის შედეგად. მოკლედ საკვანძო კომპეტენციები არის ის, რაც ადამიანს არა მხოლოდ რაღაც საქმის მცოდნეთ, ან კონკრეტული რაღაცა პროფესია იცის ადამიანმა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ აბსოლუტურად არ არის საკმარისი, რადგან 21 საუკუნეში კონკურენტუნარიანობისთვის, აქტუალობის შენარჩუნებისთვის ადამიანს სჭირდება რომ იყოს მოქნილი, დამოუკიდებელი და როგორც უკვე აღვნიშნე, კონკურენტუნარიანი. მოდით შევხედოთ რა არის ეს საკვანძო კომპეტენციები, ანუ რას მოიცავს? სულ გვაქვს 8 საკვანძო კომპეტენცია. პირველი ეს გახლავთ წიგნიერება, შემდეგ რაოდენობრივი აზროვნება, იგივე მათემატიკური უნარები, უცხოური ენების ფლობა, დიგიტალური კომპეტენციები, პერსონალური და სოციალური კომპეტენციები, იგივე სწავლის სწავლა, ანუ როგორ შემიძლია მე ვისწავლო, მოქალაქეობა, მეწარმეობა, კულტურისა და გამოხატვის კომპეტენცია. მოკლედ, სულ ეს 8 კომპეტენცია არის, რასაც მოიცავს ეს ევროსაბჭოს სარეკომენდაციო ჩარჩო და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისათვის და მოდით ახლა გავყვეთ ჩვენ თითოეულ მათგანს და ვნახოთ რა არის ეს თითოეული მათგანი, რას გულისხმობს, ხო? ყველაფერი იწყება პირველი კომპეტენციით და მე თუ მკითხავთ, ეს პირველი კომპეტენცია არის საფუძველი ყველა დანარჩენი კომპეტენციისა და ეს არის წიგნიერება. წიგნიერება არ არის მეგობრებო, ზოგიერთმა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის უკვე, რომ ეს არ არის ბევრი წიგნის წაკითხვა. ეს არ არის წიგნების წაკითხვა, აბსოლუტურად არა. ეს არის წიგნიერება არის უნარი, რომ შენ არა მხოლოდ წაიკითხო რაღაც, დეკოდირება შეძლო მხოლოდ, ეს საკმარისი არ არის. არამედ ადამიანს უნდა შეეძლოს გაგება, ცნებების გამოხატვა, ფაქტებისა და მოსაზრებების, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმებით გამოხატვა. წიგნიერების განვითარება არის საფუძველი შემდგომი სწავლისა და ენობრივი ურთიერთქმედებისათვის. ეხლა რა ცოდნა უნდა კონდეს ადამიანს იმისათვის, რომ ეს კომპეტენცია დადასტურებულად ჩაითვალოს. პირველ რიგში გასაგებია კითხვის და წერის ცოდნა, ეს არის ძალიან ელემენტარული დონე, მაგრამ აქ არის აუცილებელი ინფორმაციის ღრმა გააზრება, აი ამას მივაქციოთ ყურადღება. არა მხოლოდ წაკითხვა, არამედ ღრმა გააზრება. როდესაც მე რაღაცას ვკითხულობ, რას მეუბნება მე ეს ტექსტი, რა უნდა გავიგო აქედან, რა უნდა გავიაზრო და კონკრეტული ტექსტის წაკითხვით როგორ უნდა გაიზარდოს ჩემი კომპეტენცია.
ეს არის ასევე ლექსიკური მარაგის და ფუნქციური გრამატიკის ცოდნა. ჩვენ ისეთი ენა გვაქვს, რომელიც არის განსაკუთრებით კომპლექსური, მოგეხსენებათ, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებდე მარტივი ამბავი არ არის. განსაკუთრებით აი ფილოლოგებს ეს კარგად ცუდად ესმით ხოლმე, უпростоრად კარგად არა ცუდად ესმით ხოლმე, როდესაც ადამიანი გამართულად ვერ ლაპარაკობს. მოკლედ, აქ არის წაკითხვა, საუბარი და ყველაზე მთავარი რაც არის, ინფორმაციის ღრმა გააზრება. ლიტერატურული და არალიტერატურული ტექსტების ფართო სპექტრის გაგება, აქ ყურადღება მივაქცევთ, აქ მარტო ლიტერატურული ტექსტებზე არ არის ლაპარაკი, ეს არის ინსტრუქციები, სამეცნიერო ტექსტები მაგალითად, საკუთარი კომუნიკაციაზე დაკვირვება და შეფასება, როგორ საუბრობ მე ან როგორ მაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან მაგალითად და ადაპტირება კონკრეტული ვითარების შესაბამისად. მე თუ ვარ მაგალითად მეცნიერი, შეიძლება ჩემი ენა ყველამ ვერ გაიგოს, მაგრამ იგივე მასწავლებლებს ეხებათ ეს, რომ ადაპტირება გააკეთონ, ისე ესაუბრონ აუდიტორიას, რომ იმ აუდიტორიისთვის გასაგები იყოს ესეთ წიგნიერება. ინფორმაციის მოძიება და შეგროვება და დამუშავება, საკუთარი ზეპირი და წერილობითი არგუმენტების დამაჯერებლად ჩამოყალიბება, კრიტიკული აზროვნება. კრიტიკულ აზროვნებას წითელ ხაზს გავუსვამ ქვემოთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნიერების კომპეტენციაში და ინფორმაციის შეფასება და ინფორმაციასთან მუშაობა. დამოკიდებულებებს რაც შეეხება, ეს იყო უნარები, დამოკიდებულებებს რაც შეეხება კრიტიკული და კონსტრუქციული დიალოგისადმი მზადყოფნა, ესთეტიკური ღირებულებების დაფასება, ენის გავლენის გაცნობიერება სხვებზე და ენის პოზიტიურად და სოციალურად პასუხისმგებლიანად გამოყენების აუცილებლობა. ეს არის მოკლედ პირველი კომპეტენცია წიგნიერება, რომელიც როგორც გითხარით, არის საფუძველი ყველა დანარჩენი სხვა კომპეტენციებისა. მათემატიკური კომპეტენციები იგივე რაოდენობრივ აზროვნებას ეძახიან ხოლმე მას ხანდახან, მარტივი ამოსაცნობად, იმიტომ რომ თქვენ აუცილებლად შეგხვედრიათ ადამიანი, ან ყავთ ნაცნობი, ან მეგობარი, არ ვიცი, ყველას ყავს მოკლედ ესეთი გარშემო მათემატიკურად მოაზროვნე ადამიანები. ესეთი ადამიანები არიან განსაკუთრებით ძლიერები მათემატიკაში, თუმცა აქ არ არის ახლა საუბარი მხოლოდ მათემატიკოსებზე. როგორც უკვე ვისაუბრეთ, ეს საკვანძო კომპეტენციები ეხება აბსოლუტურად ყველას. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის არის ადამიანი და ბუნებრივია, რომ ყველა ადამიანს ვერ მოვთხოვთ ახლა რომ მათემატიკოსი იყოს, ან მათემატიკურად ფიქრობდეს მხოლოდ, მაგრამ არის რაღაც კომპეტენციები ამ მათემატიკურ აზროვნებაში, რაც ყველა ადამიანს უნდა კონდეს. და მოდი ახლა ვნახოთ რა არის ეს კომპეტენციები და ეს ცოდნა და უნარები, ხო? ესე იგი, ადამიანს უნდა კონდეს რიცხვების, ზომებისა და სტრუქტურების საფუძვლიანი ცოდნა, მათემატიკური ტერმინებისა და ცნებების გააზრება უნდა შეეძლოს ელემენტარული და ისეთი საკითხების გაცნობიერება, რომლებზეც მხოლოდ მათემატიკა იძლევა პასუხებს. უნარებს რაც შეეხება მათემატიკის ძირითადი პრინციპების გამოყენება ყოველდღიურ კონტექსტში, ეს იქნება სახლის, სამუშაო გარემო, მაგალითად, ელემენტარული ფინანსური უნარები, ელემენტარული ბიუჯეტირების უნარები, არგუმენტირებული ლოგიკური ჯაჭვების მიყოლა და შეფასება, მაგალითად, მათემატიკური მსჯელობის უნარი, სტატისტიკური მონაცემებისა და გრაფიკებისა და ციფრული ასპექტების გააზრება, ხო? და დამოკიდებულებებს რაც შეეხება ჭეშმარიტების პატივისცემას და მიზეზების მოძიება და მათი სისწორის შეფასების მზადყოფნა. მოკლედ ეს არის უნარები, როგორც გითხარით, რომელიც ესაჭიროება აბსოლუტურად ყველას ზოგადი მათემატიკური კომპეტენციები. შემდეგ გადავდივართ შემდეგ კომპეტენციებზე, ეს გახლავთ მულტილინგური კომპეტენცია. ეხლა მულტილინგურ კომპეტენციას რაც შეეხება, ერთი უცხო ენა ყველა ადამიანმა მეტნაკლებად მაინც იცის ხოლმე. ერთი მაინც. თუმცა ერთი უცხო ენის ცოდნა არის გუშინდელი დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო თანამედროვეა, ხა მაგალითად ახლანდელმა თაობამ, პატარა თაობამ, ინგლისურის ცოდნა მათთვის არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი. ძალიან კარგად საუბრობენ ინგლისურად, იმიტომ რომ მათ აქვთ ხელმისაწვდომობა მოკლედ ამ ენაზე. რაც უფრო პატარა ასაკის ადამიანი, მით უფრო მეტია შანსი და ალბათობა იმისა, რომ უფრო მეტი
ენები იცოდეს ადამიანმა. მაგრამ მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა თანამედროვე ადამიანისთვის არის მოკლედ როგორ გითხრათ, ჩვეულებრივი და აუცილებელი ამბავი, ხო? მულტილინგურ კომპეტენცია რას გულისხმობს, რომ უცხოური ენა, რომელიმე უცხოური ენა, ან უცხოური ენები გამოყენებული იქნას შესაბამისი და ეფექტური კომუნიკაციისთვის. აქ გვაქვს ჩვენ 4 კომპონენტი კომუნიკაციაში: მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა. და კომპეტენცია მოიცავს, ამას ყურადღება მიაქციეთ, მეგობრებო, კომპეტენცია მოიცავს დედაენის კომპეტენციების შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას. აგრეთვე ქვეყნის ოფიციალური ენის ან ენების ათვისებას. ეხლა ნახეთ აქ რაზეა საუბარი. პირველ რიგში ადამიანმა საკუთარი ენა უნდა იცოდეს ძალიან კარგად იმისათვის, რომ ახალი ენა ისწავლოს. თუ ადამიანს საკუთარ ენაზე არ შეუძლია გამართულად წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა, ის ძნელად შეძლებს უცხოური ენის შესწავლას. საუბარი არ არის მულტილინგურ ბავშვებზე, რომლებიც უცხოურენოვან გარემოში იზრდებიან, ან ბილინგურ ოჯახებში იზრდებიან, ეს არ არის. ამ შემთხვევაში საუბარი არ არის მათზე, ეს განსაკუთრებული შემთხვევა. ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში საუბარი არის ზრდასრულებზე, რომლებიც სწავლობენ უცხო ენას. ანუ ესე იგი ნახეთ, უცხოური ენის ცოდნის საფუძველი არის საკუთარი ენის კარგად ცოდნა. სხვადასხვა ცოდნის კომპონენტში გვაქვს სხვადასხვა ენის, ანუ შესასწავლი ენის, სამიზნე ენის, ლექსიკური მარაგისა და ფუნქციური გრამატიკის ცოდნა, საზოგადოების წესჩვეულებების, ენის კულტურული ასპექტებისა და მისი მრავალფეროვნების ცოდნა, ანუ მე თუ რომელიმე უცხო ენა ვიცი, ან უცხო ენის ცოდნა მინდა, მაშინ იქ საკმარისი არ არის, რომ მარტო ენა ვისწავლო, არამედ მისი კულტურული კონტექსტიც უნდა ვიცოდე, ხო, რომელი ენასაც ვსწავლობ, იმ ენის, საიდანაც ის ენა მოდის, აი იმ ქვეყნის კულტურული კონტექსტი, ხო? უნარებს რაც შეეხება ზეპირი შეტყობინებების გაგება, საუბრის წამოწყება, შენარჩუნება და დასრულება, ასევე ტექსტების კითხვა, გააზრებასა და შექმნა უცხო ენაზე, ენის სწავლა ფორმალური და არაფორმალური გზებით მთელი ცხოვრების განმავლობაში. კი ბატონო, ენის სწავლა ნამდვილად არ არის პროცესი, რომელიც ახლა ვიცი და მეტი აღარ მჭირდება. უცხოურ ენაში კი არა და ჩვენს ენაზეც გვაქვს ხოლმე ხშირად ბევრი ყველაფერი არ გვაქვს ხოლმე ნასწავლი და ინფორმაცია მიღებული. ხო, ანუ ეს უცხო ენების სწავლაც არის ასევე დაუსრულებელი პროცესი და მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. რაც შეეხება დამოკიდებულებებს, კულტურული მრავალფეროვნების დაფასება, სხვადასხვა ენისა და ინტერკულტურული კომუნიკაციისადმი ინტერესი და ცნობის მოყვარეობა, ადამიანის ინდივიდუალური ენობრივი პროფილის პატივისცემა, დედაენის პატივისცემა და ქვეყნის ოფიციალური ენის ან ენების დაფასება. კი ბატონო, ეს გახლავთ მესამე კომპეტენცია, მულტილინგური კომპეტენცია. ციფრულ კომპეტენციას ვფიქრობ, რომ ბევრი განმარტება მაინდა-მაინც არ ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის ყველასთვის ცხადი, აქტუალური, საინტერესო და სამიზნე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ თანამედროვე იმ დიდი რევოლუციისა, რომელიც რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქა. ციფრული კომპეტენცია გულისხმობს თავდაჯერებულ, კრიტიკულ და პასუხისმგებლიან გამოყენებას, ინფორმაციისა და მონაცემების წიგნიერებას, ანუ როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა აი ამ ინფორმაციების ოკეანეში ვცხოვრობ. ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციის ოკეანეში. ჩვენთან ყოველდღე მოდის წარმოუდგენელი რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც თაგანაც მე ჩემი მოსაზრებას გაგიზიარებთ 80-90% არის ეგრეთ წოდებული ჯანკი, ანუ არასასარგებლო, არაფრის მომცემი ინფორმაცია და მხოლოდ დაახლოებით 10-დან 15%-მდე ალბათ არის ინფორმაცია, რომელიც არის სასარგებლო, საინტერესო და მნიშვნელოვანი და მოკლედ ადამიანს უნდა შეეძლოს ამ ჯანკი ინფორმაციისგან თავის დაცვა. ამას ეწოდება მედია წიგნიერება, როგორ გავარჩიო ერთმანეთისგან ყალბი და არაყალბი ინფორმაცია, როგორ შევქმნა ციფრული შინაარსი. ახლა იცით, რომ არის ბუმი ციფრული შინაარსის შექმნისა, უამრავი სასწავლო პროგრამებია ჩვენს გარშემო, უამრავი ორგანიზაცია, რომელიც ამას გვთავაზობს, რომ როგორ შევძლოთ ამ ინფორმაციის ოკეანეში სწორად
ლავირება, სწორად მოძრაობა იმისათვის, რომ ამ ინფორმაციის ოკეანემ არ შეძლოს ჩვენი ჩაყლაპვა, თორემ ძალიან დიდი საფრთხეა იმისი, რომ იმ 90% ჯანკი ინფორმაცია წეღან რაც ვახსენე, ისე წაიღოს ჩვენი დრო, რომ რეალური განვითარებისთვის, რეალური ცხოვრებისთვის ადამიანს დრო არ დარჩეს. ეს ძალიან დიდი რისკია. ასევე კიბერუსაფრთხოების ელემენტარული უნარები უნდა კონდეს ადამიანს, რომ არ გახდეს მაგალითად იგივე ფიშინგის მსხვერპლი, მოგეხსენებათ, რომ ესეც საკმაოდ აქტუალური თემაა და ეხლა გადავიდეთ ცოდნის უნარებისა და დამოკიდებულებების კომპონენტებზე. ცოდნას რაც შეეხება, უნდა ვიცოდეთ ციფრულ ტექნოლოგიებს რა როლი აქვს ზოგადად კომუნიკაციაში, ტექნოლოგიებს რა შეუძლიათ და რა შეზღუდვები აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა ზემოქმედება და რისკები, რა ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს ადამიანზე. შემდეგ ინფორმაციისა და მონაცემების სისწორი შემოწმება, ციფრულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობისას არსებული სამართლებრივი და ეთიკური პრინციპების ცოდნა. ჩვენ მაგალითად ჩვენმა საზოგადოებამ სულ რამოდენიმე წლის წინ არ იცოდა იმის შესახებ, რომ არ შეიძლება პირადი ციფრული ინფორმაციის გასაჯაროება. ის ისჯება კანონით ახლა უკვე, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ ამაზე არ იყო არანაირი სასჯელი მაგალითად. და ძალიან კარგია, რომ ამას იურიდიული პასუხი მოყვა, მაგრამ შეიძლება ადამიანმა ეხლაც არ იცოდეს, იყოს ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არ იცოდეს, რომ ეს დიდი რისკია, როდესაც შენ მაგალითად თანხმობის გარეშე ასაჯაროებ რაიმე სახის ინფორმაციას. ახლა ეს ერთ-ერთ მაგალითს ვამბობ, თორემ მაგალითები ამ მიმართულებით შეიძლება იყოს უამრავი. ათეულობით და ასეულობითაც კი. მაგრამ თქვენ მიხვდით მე რასაც გულისხმობ ამ შემთხვევაში და ზუსტად რას გულისხმობს ციფრული კომპეტენციის ფლობა. შემდეგ უნარებს რაც შეეხება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სხვებთან თანამშრომლობისთვის და პირადი სოციალური და კომერციული მიზნების მისაღწევად, ციფრული შინაარსის მოძიება, გაფილტრვა, შეფასება, ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის მართვა. ხელოვნური ინტელექტი ვახსენე უკვე, მისი მნიშვნელობა ვახსენე და ჩვენ ახლა გადავედით უკვე შემდეგ ეტაპზე, გავიცანით ხელოვნური ინტელექტი, აღარ გვეშინია, მოვსინჯეთ, ვნახეთ, რომ მეგობრულია, საკმაოდ ჩამთრევია, რაღაც მეგობარია, ასისტენტია, დამხმარეა და ეხლა უკვე შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც უკვე ის ხდება ჩვენი მიზნების განხორციელების თანამშრომელი, თუ შეიძლება ასე ითქვას. დამოკიდებულებებს რაც შეეხება, გააზრებული და კრიტიკული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართ და არ მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, არამედ კრიტიკულად გავაანალიზოთ, რა რისკებს შეიცავს ეს და ეთიკური უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მიდგომაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა გადავედით სოციალური კომპეტენციის ნაწილზე, ეს არის სწავლის სწავლა. ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენცია, მინდა გითხრათ, რადგან პირდაპირ უკავშირდება ადამიანის განვითარებას, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კომპეტენციას და რას გულისხმობს ახლა ეს, რას ნიშნავს? ეს არის პირველ რიგში საკუთარი თავის რეფლექსია. ანუ საკუთარი თავის დაკვირვება, ანალიზი, შეფასება, თვითშეფასება, დროის ეფექტური მართვა, სხვებთან თანამშრომლობა, საკუთარი სწავლისა და კარიერის მართვა, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ემპათია და კონფლიქტების მართვა. ანუ სალსახად თავიდან ბოლომდე ეს არის სოციალური კომპეტენცია. რა უნდა ვიცოდეთ? საზოგადოებაში და გარემოში მიღებული ქცევების, კოდექსებისა და კომუნიკაციის წესების გაგება, არა მარტო იმ საზოგადოებაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ ყველანი, არამედ ეხლა იცით, რომ საზღვრები გახსნილია, დედამიწა ძალიან დაპატარავდა გადატანითი მნიშვნელობით, ანუ მარტივად გადაადგილდებიან ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში, ერთი კულტურიდან მეორე კულტურაში და ასე შემდეგ და მოკლედ სადაც მოვხვდებით იქაური ქცევის კოდექსების და კომუნიკაციის წესებიც ასევე ძალიან კარგად უნდა გავიგოთ და გვესმოდეს ინტეგრაციისთვის. მაგრამ ნახეთ, არა მარტო, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნები, ეს არის ჯანსაღი გონების, სხეულისა და ცხოვრების წესის კომპონენტების ცოდნა, სწავლის სტრატეგიები, კომპეტენციების განვითარების საჭიროება, ტრენინგისა და კარიერული განვითარების, კონსულტაციისა და მხარდაჭერის საშუალებების ცოდნა. უნარებს რაც შეეხება,
პირველ რიგში ადამიანი აკეთებს საკუთარი თვითშეფასების საფუძველზე საკუთარი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას. ვინ ვარ, რა შემიძლია, რა უნდა გავაკეთო, რა არის ჩემი მიზანი და ასე შემდეგ. სირთულეები გარეშე ცხოვრება არ არსებობს. სირთულეებთან გამკლავება, გადაწყვეტილებების მიღება, ზოგჯერ აგვიანებენ ხოლმე ძალიან ადამიანები გადაწყვეტილებების მიღებას და მოკლედ ეს კომპეტენცია, ეს კომპეტენცია, როდესაც აქვს ადამიანს განვითარებული, შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღებაც უადვილდება. გუნდურად და დამოუკიდებლად სწავლა და მუშაობა, საკუთარი სწავლის ორგანიზება, კარიერისა და სოციალური ურთიერთობების ეფექტურად მართვა, ტოლერანტობის გამოვლენა, ემპათიას გაუსვამდი აქ ხას, განსხვავებული შეხედულებების გაგება, ნდობის შექმნა და ემპათიის განცდა და ბოლოს დამოკიდებულებები ამ კომპონენტში, დადებითი პოზიტიური დამოკიდებულება მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის მიმართ, მოგეხსენებათ, რომ ადამიანები ხშირად რესისტენტულები არიან ხოლმე განვითარების მიმართ და ამბობენ, რომ ეხლა მე ყველაფერი ვიცი და ვისწავლე და რაღა უნდა გავაკეთო ამაზე მეტი, მაგრამ ასე სამწუხაროდ არ არის თუ საბედნიეროდ. ადამიანი სანამ არის ამ ქვეყანაზე, მუდამ უწევს განვითარებისთვის შრომა. თანამშრომლობა, ასერტულობა და კეთილსინდისიერება, კომპრომისზე წასვლის მზადყოფნა, ცნობისმოყვარეობა, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობების ძიების მიმართ. ეს იყო სოციალური კომპეტენცია. მოქალაქეობა არის მეექვსე კომპეტენცია. ეს რას ნიშნავს? სრულფასოვანი ჩართულობა სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად 21 საუკუნის ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ ისეთი ცნებები და მოვლენები, რომელიც უკავშირდება ინდივიდს, ჯგუფს, ორგანიზაციებს, საზოგადოებას, ეკონომიკას და კულტურას. ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, ეროვნული პირველ რიგში და ასევე მსოფლიო ისტორიის ძირითადი განვითარების კრიტიკული გააზრება, განვითარების ეტაპების კრიტიკული გააზრება, ეროვნული პირველ რიგში კულტურული იდენტობის გააზრება გლობალურ კონტექსტში, ანუ ჩვენი ქვეყნის ამ შემთხვევაში ეროვნული კულტურული იდენტობა მთელი მსოფლიოს, მთელი სამყაროს გლობალურ კონტექსტში. და ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას და ყველა ქვეყნის მოქალაქეს, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება უნარებს, აქ ჩვენ გვჭირდება ისევ კრიტიკული აზროვნება და ინტეგრირებული პრობლემების გადაჭრის უნარები. ჩვენ გვჭირდება ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა დონეზე ჩართულობა და როგორც ტრადიციული, ისე ახალი მედიის ხელმისაწვდომობა, მათი კრიტიკული გააზრება კიდევ ერთხელ და მათთან ინტერაქცია, მედიის როლის და ფუნქციების გაგება დემოკრატიულ საზოგადოებებში. დამოკიდებულებები, ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა, მშვიდობისა და არაძალადობრივი კულტურის პოპულარიზაცია, სხვათა პირადი ცხოვრების პატივისცემა და გარემოს დაცვის პასუხისმგებლობა. კი ბატონო, თუ საჭიროა კომპრომისზე წასვლაც უნდა შევძლოთ და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა. მეწარმეობა არის თქვენთვის საკმაოდ ნაცნობი კომპეტენცია, ვინაიდან ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა თავის დროზე მიღებული, როდესაც მეწარმეობა ცალკე საგნად გამოვიდა და ცალკე საგნად კი არ გამოვიდა, ცალკე საგნად შევიდა უბრალოდ პროფესიული განათლების სისტემაში და ახლა პროფესიულ სტუდენტებს აქვს საშუალება, რომ მეწარმეობის ცალკე საგანი ისწავლონ საერთოდ. ეხლა თქვენ მარჯვნივ ხედავთ ენტრეკომპის ყვავილს. თუ შეიძლება ასე ითქვა, სადაც გვაქვს ეგ 3 მიმართულება და თითოეულს აქვს 5 ქვეკომპეტენცია, ამაზე არ გავჩერდები, იმიტომ რომ როგორც გითხარით ეს საგანი, ეს მიმართულება საკმაოდ ცნობილია პროფესიული განათლების სისტემისათვის, უბრალოდ ზოგადად ამის შესახებ კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენის ნებართვით, რომ აქ ჩვენ გვაქვს 3 ძირითადი მიმართულება. პირველი მეწარმეობა იწყება იდეით და შესაძლებლობებით. შემდეგ ამას ჭირდება, იდეას ჭირდება შესაბამისი რესურსების პოვნა და აუცილებლად ჭირდება მოქმედება. ანუ იდეა, რესურსი, მოქმედება, ეს არის მეწარმეობა.
აქ არის აუცილებლობა იმისა, რომ ინიციატივა და პასუხისმგებლობა აიღოს ადამიანმა, ქონდეს შესაბამისი სიმამაცე და გამძლეობა, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს, თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს, მოკლედ ამ მეწარმეობის საგანში ძალიან კარგად არის ეს ახსნილი. და ბოლოს, კულტურული გამომხატველობა, ეს გახლავთ გამჭოლი კომპეტენციების ესე იგი მერვე მიმართულება, კულტურული გამომხატველობა. ეხლა რას ნიშნავს ეს კულტურული გამომხატველობა? აუცილებელია, რომ 21 საუკუნის ადამიანმა იცოდეს თუ როგორ გამოიხატება და გადაიცემა იდეები და მნიშვნელობები შემოქმედებითი გზით. სხვადასხვა კულტურაში და მაგალითად ხელოვნების გზით. საკუთარი იდეების გააზრება, განვითარება და გამოხატვა, ასევე საზოგადოებაში საკუთარი ადგილისა და როლის გაცნობიერება. რა უნდა ვიცოდეთ? ეროვნული, რეგიონული, ევროპული და გლობალური კულტურებისა და მათი გამოხატვის ფორმების ცოდნა გვჭირდება ჩვენ სხვადასხვა ფორმით, ეს შეიძლება იყოს წერილობითი, ბეჭდური, ციფრული ტექსტები, მაგრამ არა მხოლოდ. ხელოვნებაა თეატრი, კინო, ცეკვა, თამაშები, მაგალითად ვიზუალური ხელოვნება და მუსიკა, რიტუალები და არქიტექტურა. საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის გააზრება ჩვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ კულტურულად და კულტურული მემკვიდრეობა საკმაოდ ბევრი გვაქვს, მოკლედ გასააზრებელი. და ასევე ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ხელოვნება არის სამყაროს აღქმის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება. უნარებს რაც შეეხება აბსტრაქტული იდეებისა და ემოციების გამოხატვისა და ინტერპრეტაციის უნარი, პირადი, სოციალური ან კომერციული ღირებულებების მქონე შესაძლებლობების ამოცნობა და რეალიზება უნდა შეეძლოს ადამიანს ხელოვნებისა და კულტურული ფორმების მეშვეობით, შემოქმედებით პროცესებში ჩართულობა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. დამოკიდებულებები, კულტურული გამოხატვის მრავალფეროვნების მიმართ პატივისცემა, ასევე ინტელექტუალური და კულტურული საკუთრებისადმი ეთიკური და პასუხისმგებლიანი მიდგომა. კი ბატონო. ესე იგი, ეს გახლდათ ის 8 ძირითადი კომპეტენცია, რომელიც როგორც გითხარით, ევროსაბჭოს მიერ იქნა შემუშავებული 2018 წელს. ეხლა თქვენ ეკრანზე ხედავთ ეგრეთ წოდებულ QR კოდს. ამ კოდს თუ დაასკანერებთ, თქვენ პირდაპირ გადახვალთ რეკომენდაციების ჩარჩოს დოკუმენტზე, სადაც აღმოაჩენთ, რომ ამ რეკომენდაციების ნომერი მე-6 რეკომენდაცია უკავშირდება საკვანძო კომპეტენციების განვითარებას და ექსტრაკურიკულურ აქტივობებს განათლებაში.